ხვალ დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს და ამის თქმა არ არის არც პათეტიკა და არც გადაჭარბება. გვაქვს ხვალ არჩევნები, მაგრამ საბედნიეროდ ასევე გვაქვს არჩევანი. ვისაც სურს ევროპა, თავარია ხვალ ყველანი მივიდეთ დიდიან პატარიანად და გავაკეთოთ სინდისის კარნახით არჩევანი. გავაკეთოთ ღირსების კარნახით არჩევანი. წარსულის გააზრებით გავაკეთოთ არჩევანი და მომავლის რწმენით გავაკეთოთ არჩევანი და მნიშვნელოვანია რომ არც ერთი ხმა არ დავკარგოთ ყველანი არჩევნებზე, მაგრამ ვინც მივალთ არჩევნებზე ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ ჩვენი ეს ერთი ხმა არ გავხმანგოთ და რას გულისხმობ. ბიულეტენში არის 18 პოლიტიკური პარტია ჯგუფი. ხმა უნდა მივცეთ რაციონალურად იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, ვინც იბრძვის გამარჯვებისთვის. არიან პარტიები ბიულეტენში ნახავთ 18 და ძალიან ბევრი, ვისაც თეორიული შანსიც არ აქვს ბარიერის გადალახვის და უბრალოდ მონაწილეობს. აქ არ არის დრო მეგობრობისა და ნათესაური ნიშნით არჩევანის გაკეთების. ყველამ უნდა ვიხელმძღვანელოთ სახელმწიფოებრივი ინტერესით და არჩევნებზე მისვლა არის მნიშვნელოვანი პირობა, მაგრამ იქ მისვლაც ხმა არ უნდა გავხმანგოთ. ამიტომ რამდენიმე ოპოზიციური ჯგუფი არის, ვინც იბრძვის გამარჯვებისთვის და პირველ რიგში რა თქმა უნდა კოალიცია ცვლილებისთვის 4 ნომერი და მე მჯერა რომ 100,000 საქართველოს მოქალაქე ხვალ გააფერადებს ნომერ 4-ს. ასევე მოსალოდნელია უნდა ვთქვათ, წვდიმიანი ამინდი ძალიან ბევრ ქალაქში, საქართველოს მასშტაბით, არ უნდა შეუშიდეთ წვიმასაც, უამინდობასაც. და დილის 8 საათი და საღამოს 8 საათამდე უნდა ვიცოდეთ, რომ ივანიშვილის ძალაუფლება მას უწევს სასწორზე დაიდოს. გამოაქვს ძალაუფლება ივანიშვილს სასწორზე და დებს. ჩვენი ამოცანა რომ საღამოს 8 საათიდან, საღამოს 9-ის პირველი წუთიდან, 9-ის 1 წუთიდან ეს ძალაუფლება ხალხმა წამოიღოს. ერთი ხმა მნიშვნელოვანია მათვისაც ჩვენ სასარგებლოდ და იციან რომ იცით რა ეს ერთი ხმა შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამიტომ არავინ არ უნდა დავრჩეთ სახლში, მივიდეთ, გავაფეროთ ნომერი 4 და სახელმწიფო გადაჭრეს ეგზისტენციალურ საკითხს. გამოვალთ სამუდამოდ პოსტსაბჭოთა სივრციდან და რამდენიმე წელიწადში გავხდებით ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი სახელმწიფო. გამარჯვება არის ქართული სახელმწიფოს ბრძოლის ისტორია. გამარჯვებისთვის ბრძოლა არის ქართული ისტორია და გამარჯვება არის ჩვენი მომავალი და გამარჯვება იქნება 24 საათში. ამას უბრალოდ სჭირდება დილით ადრე ადგომა მისვლა და ხმის მიცემა. მეტი არაფერი ჩვენ ამ სახელმწიფოსთვის ამ ეტაპზე არ გვჭირდება რომ გავაკეთოთ.